Nurapers medgui mimagere sanamararis guiani biravela digos imagara galoba barabalkhniani nasimageris tuishikana adami ალბათ იცით, რომ დილის გადაცემა განთიადი ყოველ კვირას იმ ადამიანებს სტუმრობს, რომელთა შემოქმედებას დრო ვერაფერს აკლებს. ამჯერად ეკა მამალაძეს ვესტუმრეთ და მის შემოქმედებით გზას გავყევით. ბავშვობა მუდამ სიხარულთან დაკავშირებული განცდებით იყო სავსე. თუმცა იყო დედის მონატრება, როგორც თავად გითხრა, ძალიან უჭირდა უმისოდ. თუმცა შეგუებული იყო იმას, რომ დედას ხშირად გასტროლებზე უწევდა ყოფნა. დედაშვილის ნანი ბრეგვაძისა და ეკა მამალაძის შეხვედრა ყოველთვის განსაკუთრებული იყო. ჩემი ბავშვობა ყოველთვის იყო დაკავშირებული რაღაცა ზეიმთან, აი ვთქვათ, სულ პატარა ვიყავი და ჩამოდიოდა დედა და უნდა დავხვედრილიყავი და ჩემი რაღაცა პატარა სამყარო ხომ მქონდა და ხვდებოდი აი ვთქვათ რაღაცა იმით იცი, აი ნერვი, კი არ ალბათ ნერვიულობდი, არ ვიცი რატომ, იცით, იმიტომ რომ უნდა რაღაცა დამეხვედრებინა, რა გავაკეთებ. სცენაზე პირველად დედასთან ერთად გამოჩნდა. მაშინ 22-23 წლისა იყო. უკვე გათხოვილი ვიყავი, ორი შვილი მყავდა. ასე რომ საერთოდ არ ვაპირებდი მართალი გითხრათ ამ კარი, აი გაყოლა სიმღერას. მე კონსერვატორია დავამთავრე და პედაგოგიურ მოღვაწეობას მოღვაწეობად მოღვაწეობდი პირველ მუსიკალურ ტექნიკუმში. შემდეგ რა ვიცი, ეს რაღაცნაირად დაიწყო ჩემი გამოჩენა, ასე ვთქვათ, პირველი გამოჩდი ნანისთან ერთად. დუეტი დედასთან არასოდეს დაავიწყდება, ისევე როგორც პირველი სიმღერა, რომელიც მარტომ შეასრულა. ყოველ случае არჩეულებრივი სიმღერა იყო ფოთოლცვენის თვე. ესეთი ის იყო ჩემი ალბათ პირველი რაღაცნაირი განაცხადი, როდესაც მე აი ზუსტად ამ მასაკზე ვლაპარაკობ 22 ალბათ 23 წლის ვიყავი და გენო მანჯგალაძე იყო ასეთი კომპოზიტორი, ძალიან კაი სიმღერა იყო და ამით დავიწყე. შემდეგ მის ცხოვრებაში იყო მომდევნო საფეხური, ანსამბლი თეატრონი. მერაბ სეფაშვილი იყო, მე ძალიან ჯგუფი იყო რა, თეატრონი იყო. ნიკოლაიშვილი თემური დასარტყამ ინსტრუმენტებზე უკრავდა, აჭარაშვილი გია, რომელიც პრინციპში ხელმძღვანელობდა, ასე ვთქვათ, მუსიკალური ის მიყავდა. და ერთი გოგო ვიყავი და მახსოვს რომ გასტროლებზეც დავდიოდით. მის ცხოვრებაში ბევრი დაუვიწყარი ეტაპია, თუმცა განსაკუთრებულად მოსაგონარი წლები მაინც იმ დროს უკავშირდება, როცა გოგი დოლიძესთან ერთად დუეტში მღეროდა. იყო ასეთი კონცერტები ჯანუკახიძის დარბაზში, მუსიკალურ ცენტრში, სადაც იყო ძალიან კარგი მე მგონი კონცერტები, სადაც ჩვენ მიღებდით მონაწილეობას და ძალიან მნიშვნელოვანი საღამოები იყო. გოგი დოლიძე განუმეორებელი პარტნიორი იყო, ყველასთან თავისი დამოკიდებულება ჰქონდა. გოგის ბევრი პარტნიორი ყავდა და ძალიან კარგები და ყველასთან შეხმატკბილებული იყო. იმიტომ რომ თვითონ გოგი იყო ისეთი, რომ თვითონ არ გიქმნიდა ესეთი პრობლემა და კომფორტულად გამყოფებდა. ასე რომ ყველა მომღერალს ჰქონდა კომფორტი, კარგად გრძნობდა თავს და მეორეს აძლევდა არაჩვეულები. მიუხედავად იმისა, რომ გასაგიჟებად ვთქვათ მღეროდა, ხო, გოგი. აი ეს ჰქონდა საოცარი თვისება, რომ მის გვერდში იგრძნობდი არა მის გვერდით, არამედ პირიქით წარმოჩენილი იყავი შენ. მრავალი წარმატების მიუხედავად, ნანის სახელი მუდამ თანსდებდა. ეს არა ვარ მე პირველი ალბათ, რომელიც ლაპარაკობს, ვისაც ყავს თქვათ დედა ან მშობელი, როდესაც არის პოპულარული და ძალიანაც მნიშვნელოვანი, იქ ყოველთვის შვილი იჭრილება. ამიტომ შვილმა რა ვიცი, რაღაც უნდა ისეთ გააკეთოს, რომ ეს აჩვენო რაღაცა შენი თავი. ეკა მამალაძემ დიდი ხანია რაც თავისი სათქმელი თქვა, თუმცა თავად ფიქრობს, რომ უფრო მეტი უნდა გაეკეთებინა. არ ვიცი მე შევძელი თუ არ შევძელი, ჩემი ძალიან პატარა მოგზალებული. რაც ჩემი დამოკიდებულებით და ჩემი
ჩემი ის რაღაცა რაც უნდა არავის არ უნდა გავდე ეს ძალიან ძნელია მაგრამ თუ ეს გამომივიდა მე ვიქნები უბედნიერესი ადამიანი მართლა ყვარებოდი მე მოცხავს და ვეპარებოდი გერაზე აგეპარებოდი თუ ვერსად გამეპარებოდი საკუთარი რეპერტუარით ყოველთვის გამოირჩეოდა. ამ ბოლო დროს ცოტა უძნელდება სიმღერების არჩევა, რადგან როგორც თავად გითხრა, ისეთი სიმღერები აღარ იწერება, რასაც თავად მღეროდა. რთულია შენ შეიქმნა უკვე შენივე რეპერტუარი, იმიტომ რომ აბსოლუტურად გადამღერებულია ყველა რაღაცა ძველში ვეკეკებით, ყველა რაღაცა და ვინც ახერხებს ამას, რომ აი რაღაცა შენია ეს სიმღერა, თქვათ ჯუმბერ ამანათაშვილის სიმღერა გოგო არის რა ვიცი, მე მგონი ყველასთვის ნაცნობი სიმღერა, რომელიც მე გამომივიდე და ეს ჩემია. ეკა მამალაძე აქტიურად მუშაობს ახალ სიმღერებზე. მე ვმუშაობ 2 დისკზე, რომელიც უკვე ჩავწერე, თითქმის დავამთავრე და ალბათ სექტემბრის ან ოქტომბრის დასაწყისში მინდა რომ ასე ვთქვათ, ვაჩვენო რა გავაკეთე. რაც შეეხება სოლო კონცერტს. სოლო კონცერტი შეიძლება აი ამასთან დაკავშირებით იყოს. ოღონდ ეს მინდა რაღაცა უფრო ძალიან სხვა ფორმით გავაკეთო. არა საკონცერტო დარბაზში, არამედ რაღაც სადღაც გარეთ მინდა ბაღში მინდა. ოღონდ რა თქმა უნდა პატარა სცენა იქნებოდა. ეს ეკა მამალაძის რამდენიმე წუთში მოქცეული შემოქმედებითი ცხოვრებაა. დილის გადაცემა განთიადი მას წარმატებებს უსურვებს. რაგი ქვეყანაზე თვალი გაბახილე ერთხელ გამახარე ერთხელ გამაღიმე რაგი სიზმრებიდან ცხადში გამაცილე ერთხელ ამამღერე